თუ ჩვენ გვინდა გამოვიდეთ ამ სიგიჟიდან, რაც ამ ქვეყანაში არსებობს, ვისაც უნდა ჟურნალისტიკაში გადარჩენა და არ უნდა რა მედია ხათმობა საბოლოო ჯამში და რაღაც სხვა აინტერესებს. ვალდებულია გამოვიდეს და მედიაში რა ხდებოდა, ეს მოყვეს. რამდენ ჟურნალისტს აქვს პირველ ხარისხოვანი ინფორმაცია იქიდან, რომ როგორ იყიდა ლელომ ტელევიზიები და დაარღვევინა თავისი ძეგლი. დიანა რომ მოვიდეს ტრაპაიძე მაგალითად და ყვებოდეს, რომ რა საგიჟეთში მიაღებინა მონაწილეობა წინასაარჩევნოდ ლელოსთან ტელევიზიის ურთიერთობა. თუ გინდა ჟურნალისტიკაში გადარჩენა, მართლა ეს არის გასაკეთებელი, როგორც პოლიტიკაში თუ გინდა გადარჩენა, იქაც ეს არის, რომ შენ რაც იცი, ის თქვა. ჯერ არც ეს არ აღმოაჩნდა ვაჟკაცობა, რომ საკუთარ აი შიგნით დაბუდებულ უმსგავსობას დაუპირისპირდეს, რომელსაც პროფესია დააკარგვინა. სინამდვილეში ამ ქვეყანაში პროფესია ხო ამ მოქმედმა ჟურნალისტებმა დაკარგეს. როგორ შეიძლება ახლა მოქმედი ჟურნალისტი რომელიმე ლექციას ატარებდეს? ვაფშე უნივერსიტეტში როგორ შეიძლება შეუშვას? ვისაც ასწავლის? ვისაც ასწავლის? თვითონ რომელი ჟურნალისტი არ არის მოქმედი ამ წუთას, რომელსაც უბრალოდ საკუთარი პროფესია არ გააუპატიურა. და უნდა ასწავლიდეს მაგალითად თუ გინდა რომ მართალი იყოს, უნდა ასწავლიდეს აი ნინო ჟიჟილაშვილი მაგალითად უნდა ასწავლიდეს მედიის გაუპატიურების იმას აქვია საგანს, როგორ გავაუპატიუროთ მედია. რომ აქედან მედია არ იყოს, აზრი არ იქნება, ანტიმედია როგორ ვაკეთოთ. მაგრამ მედია როგორ ვაკეთოთ, ამას ეს ხალხი უნდა ასწავლიდეს. ხო და ჩემი აზრით ვიღაც უნდა გამოვიდეს ამ მედიის სფეროშიც, ისეთი ინსაიდერი ესე რომ ვთქვა და უნდა თქვას რა მართლა სიმართლე რომ მე ასეთი გამოცდილება, ეს ხდებოდა, ეს დავალები მოდიოდა, ეს პროდიუსერი ამას აკეთებდა, ეს ამას აკეთებდა. თუ ჩვენ მართლა გვინდა რომ პატრიოტულ მოტივზე შემოტრიალდეს ეს ხალხი და მათ დაუფასოს სამშობლო მუშაობა, მაშინ ხალხს რო ატყუებდნენ, ეს უნდა ითქვას. იმიტომ რომ ფაქტია რომ ატყუებდნენ. ფაქტია რომ 4-5-95 იყო ერთი დიდი ტყუილი. ისევე როგორც მანამდე სხვადასხვა ტყუილები იყო წლების განმავლობაში. ხო და მე ველოდები აი პატიოსან ჟურნალისტს, რომელსაც ეყოფა ერთი ადგილი იმისი რომ გამოვიდეს და თელ აი ამ ხროვას იხნის კარტების დაუპირისპირდეს და თქვას რომ მე ვარ ეს ჟურნალისტი. ესენი არიან იხნის კარტები. მე მელაპარაკეთ თუ გინდათ რომ რაღაცა ჟურნალისტის მორალზე ვილაპარაკოთ. ესეთი კადრი ჯერ ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა როგორც ჩანს ვერ გაზარდა. მე მგონია რომ ჩვენი პლატფორმა არის იდეალური იმისთვის რომ ადამიანებმა რაღაცნაირად ეს აქედან აი შორიდან შეხედონ რა ხდება მედია სივრცეში და საკუთარი კოლეგები ჩვენ ხო აკრიტიკებთ ჩვენს კოლეგებს და ჟურნალისტებში ეს ფეიქ სოლიდარობა სამდროში არანაირი სოლიდარობა არ არის. დღეს ხალხს ნახე ჟურნალისტები იმას ირაკლი გედენიძეს ეკითხებოდნენ ფოტოგრაფი იყო მიშას დროს დაჭერილი რაღაცა რომ შეტეnes ხო რატო ხმას არიღებ შენ დღესო რატო დღეს შენ ხმას არიღებო რა რაღაც პონჩიო და ნინია კაკაბაძე ვიღაცას ეუბნებოდა და საქმე მაგ გოროს განამტყუანია მართალია ნინია კაკაბაძე მასაც ეს პრეტენზია აქვს იმასთან არის მართალი ხო იმასთან მაგრამ თვითონ ხო იგივე პრეტენზია აქვს მის სადაქალოს როცა ზუსტად იგივე ეხება ოღონდ პირიქით ამ ხარეს დას მის სადაქალო რაგან სხვაობა არის ამის გადააზრება ჩემი აზრით როგორც პოლიტიკაში ისე ჟურნალისტიკაში ეს ხალხი ვალდებულია რომ აღსარება კი არ მოყვნენ 30 წლის მერე როგორც ჩემს გადაცემაში ყვება ხალხი ახლა არის მოსაყოლი იმიტომ რომ თუ შენ გინდა პროფესიაში გადარჩე თუ არა და მართლა უნდა ჩაირეცხოს ანუ შეუძლებელია აქედან ამე გადარჩეს აი ამ ხელა დიდი ტყუილი რო გაქვს მოზელილი დღემდე რო პირს წყალი გაქვს ჩაგუბებული უკვე ყველამ რო იცის ეს და თანდათან კიდევ უფრო მეტი რო გაიგებს და შენ კიდევ ხმას რო არიღებ საერთოდ ну რავი რატო უნდა გადარჩეს როგორც პროფესიის წარმომადგენელი როგორც ჟურნალისტი იქნება თუ პოლიტიკოსი აი პროფესია არის რაღაცა მიმსგავსებულია კამელეონით რაღაცა არიან და ვითომ ჟურნალისტი თუ ვითომ პოლიტიკოსი თუ რაღაც გარდა რაღაცა პროფესიული განვითარებისა ხო არის კიდე რაღაცა ადამიანური ღირებულებები მათ შორის რაღაც ეროვნული იდენტობაც როგორც წარმოგიდგენთ აი ქართველი რო ხარ საქართველოს გადარჩენა რო გინდა რაღაც ღირებულება რო გინდა შენარჩუნდეს რაღაც ტრადიცია შენ თავთან რო ასოცირებ რამესთან მაგ ყველაფრის გადარჩენის წინაპირობაც სიმართლის ლაპარაკი იმიტომ რომ სიმართლე თუ არ არის საფუძველში აი როგორც სახლის საფუძველში ჩაფენილი იმას ზევით რა ტრადიცია უნდა დააშენო გამოვა რომ დანარჩენი ყველაფერს ტყუილია და არაფერს აზრი არ აქვს ასე რომ სიმართლე არის დეზინფექცია რომლის გარეშეც ვერ გავფრინდებით სამწუხაროდ ყოველ შემთხვევაში სულ ტყუილში ხალხი ვერ იქნება ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებენ ვიღაც აუცილებლად დაფიქრდება და ეს არის შანსიც გამოწვევაც როგორც ახალი პოლიტიკოსებისთვის არის გამოწვევა რომ გაარღვიო ეს რაღაცა ჩაკეტილი სივრცე ასე არის გამოწვევა ჟურნალისტებისთვისაც რომ გამოხვიდე და თქვა საკუთარ პროფესიის შესახებ რომ რავი აი მე ცუდ რამესაც ვაკეთებდი, მაგრამ ამის გამო ან არ ვიცოდი, ან რა მაპატიე, თან რაღაცა ხომ უნდა თქვა კაცო, ცუდს აკეთებდი, ფაქტია რომ ყველა მიწის ამის შესახებ. თანდათან უფრო და უფრო მართალი ხდება ეს ამბავი. უნდა მოყვნენ მართლა, ანუ ვიცაც არ ვიძახის
რომ დადიანენ ან ინტერვიუს რო იწერენ ჟურნალისტებს, ისინი ჯერ არ არიან იმ საფეხურზე პირობითად საკუთარი მასში, რომ ისინი განსაზღვრავდნენ საინფორმაციო. ხო, ჯერ არ არის სიტყვა, მაგრამ ეთერში როზე ხარ, პირდაპირ ეთერში როზე ხარ, შენ რო თვლი რომ გადაცემის წამყვანი ხარ, ამაზე თუ არის ლაპარაკე, ჟურნალისტობის საშვი ეგ არ არის. მიკროფონის დრონი ხარ მაშინ რა, მეტი არაფერი. მიკროფონის დრონი. ხო, ჩვენს ეგ არის ერთადერთი პროცესი, რომელიც კოცების წინააღმდეგ არ გვიცდია. დანარჩენი ისეთი აი სტანდარტულ ქართული ბრძოლის გზები და გაფიცვაში, მაფიცვა რაღაცები, ყველაფერი ენაცადი ასეთი ჩატარებული. არა, ეს იმიტომაც რომ ისეთი ჩატარებული არჩევნები. ეგ არ გვიცდია, რაღაც აქეთ ხავს ხო, ლაპარაკერავის არ უცდია. პირიქით, თელი ეს ამბავი, კოცები თუ რას აკეთებდნენ, მათ შორის შეიძლება ოპოზიციის ხელითაც, ახშობდნენ ლაპარაკს. ეს არის კოცური ხელწერა, ანუ რაღაცნაირად აი თავის დროზე რომ ფორმულა რო გააკეთებინეს კეზერას და ბოკერიას რომ იცეს კოცებმა იქაც ხო ხელწერა ის იყო რომ იქ ბოკერია უნდა მჯდარიყო ის ყოფილიყო რაღაცა არასიმართლის თქვენ ანუ პროპაგანდისტი ოღონდ ერთი პარტიის რომელიც ნაცებს წართვდა ხმებს აი კონკრეტულად ნაცებს წართვდა ხმებს და ის ხალხი რომელიც ნაცების მიღმა ითებზავდა იქ არ უნდა მომხდარიყო შენ ანუ ყველა გვარამია შემთხვევაში მთავარის დროსაც ზუსტად ასე იგივე გააკეთეს ანუ დღესაც აი ტევ პირველზე ლელურასაც აკეთებს და ფორმულაზე ასევე ზუსტად აკეთებენ ანუ შინაარსობრივად სულ ერთი ხელწერაა რომ ტელევიზია შენ გქონდეს მეორე მხარეს ოღონდ გქონდეს შენ საგინებლად იმისთვის რომ შენგან ხალხი არ წაიყვანოს და იქ მარტო თვითონ იჯდეს ან ასევე იჯდეს ის ხალხი რომელიც შენ ხმას არ გართმევენ